მივედით მიტოვებული სახლის ავტოფარეხში, სადაც ყველაზე განსხვავებული საშიში და ექსტრემალური იმეთი გაიმართება, ასე რომ წავიდეთ. ჯექსონი, რადგან საოცარ მოძრაობებს აკეთებს ეს ბიჭები. ესე იგი, პირველ რიგში მაინტერესებს როგორ აკეთებთ ესეთ სულ რაღაც, არ ვიცი, რაღაცნაირ მოძრაობას. ჩვენ გავხსენით დარბაზზე და ვიგონებთ ჩვენით ესე რო ვთქვათ. და ვარჯიშობთ ყოველდღიურად? კი, როგორ შეგვიძლია ყოველთვის ვარჯიშობთ. ძალიან ბევრი ვიარე და სულ ხან ბიჭი ბაიკერები, მაგრამ ერთი გოგო შევამჩნია, რომელიც არანაკლებ ძალიან მაგრა ატარებს ბაიკზე. რამდენად რთულია ესეთი სპორტული ბაიკის მართვა? ეს სპორტი არ არის, მაგრამ რთული როგორ გითხრა, უნდა ისწავლო თავიდან კარგად, უკვე 2 წელია დავდივარ ბაიკით და ვფიქრობ, რომ თუ ისწავლი კარგად და ივლი ჭკვიანურად, მე მგონი არ არის საშიში. ესე იგი, რამდენად კმაყოფილი ხარ დღევანდელი ივენთით? მართალია ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ რაც გაიმართა დრიფტინგ შოუც, რას მეტყვი ამას? ნუ კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ დროს ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და ჩვენ რაც გვინდოდა მთლად ვერ ჩავედით იმ ჩარჩოებში, იმიტომ რომ ხალხმა ცოტა შეგვავიწროვა, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა რაღაცა ის იყო, რაც ჩვენ გვინდოდა. და კიდე რაღაც სიურპრიზები, პატარა რაღაცები იქნება რა, რაც ცოტა გაახალისებს ამ ყველაფერს.